სუბტიტრები გააკეთა დიმატორ ზოგმა. სუბტიტრები გააკეთა დიმატორ ზოგმა. რუსეთის ახალი მასირებული სარაკეტო დარტყმები კიევის ოლქის საცხოვრებელ სახლებზე კვლავ 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ასობით ადამიანი დაევაკუირეს დარტყმის ზონიდან. და მხოლოდ ვიშნევოში რუსებმა თავიანთი დარტყმით ერთდროულად 5 ქუჩა გაანადგურეს. კიევში მთელი ღამე ისმოდა აფეთქებები, რომლებიც დილასაც გაგრძელდა. კიევზე 6 ივლისის ღამით განხორციელებულმა ახალმა მასირებულმა თავდასხმამ აჩვენა, რომ სამწუხაროდ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები კრიტიკულად ვერ უმკლავდებიან ბალისტიკურ რაკეტებს. უკრაინამ უკვე მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს ნატოს სამიტზე, რომელიც ხვალ 7 ივლისს ანკარაში გაიმართება, განიხილოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი. და იქ შეგახსენებთ ის შეხდება ტრამპს და ყველა ნატოს ლიდერს. და სწორედ ამ სამიტთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ეს ბარბაროსული თავდასხმები რუსების მხრიდან. ცნობილია, რომ ნატოს სამიტზე დონალდ ტრამპი შეხვდება ვლადიმირ ზელენსკის, რის შემდეგაც დაურეკავს ვლადიმირ პუტინს. და კრემლისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აჩვენოს ამერიკელებს, პირადად ტრამპს, რომ თითქოს რუსეთი იმარჯვებს. ამიტომ ზეწოლა სწორედ ნატოზე უნდა განხორციელდეს. ამ გამოშვებაში ჩვენ განვიხილავთ ყველაფერს, რაც ამ წუთისთვის ცნობილია, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია რუსების ამ ხეცურ თავდასხმასთან უკრაინაზე. ამასობაში უკრაინამ საპასუხო დარტყმა მიაყენა. კერძოდ ცნობილია ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანების შესახებ. ეს არის რუსეთში ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ის მდებარეობს უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 2,500 კილომეტრის დაშორებით. გარდა ამისა, დღეს უკრაინამ აზოვის ზღვაში 2 ტანკერი გაანადგურა. ეს იყო ბენზინით დატვირთული ტანკერები, რომლებიც ტაგანროგიდან ყირიმში მიემართებოდნენ. ასევე ხმელეთზე დაზიანდა 2 საჰაერო თავდაცვის სისტემა C-400, ნავთობის ბაზა ქერჩში და რადიოლოკაციური სადგური ნებო-U. საერთოდ როგორც ხედავთ, უკრაინა მაინც პასუხობს დარტყმებით რუსებს, რომლებიც უტევენ უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს და ანადგურებენ საცხოვრებელ სახლებს. მოკლედ, მოდით ეს ყველაფერი ერთად განვიხილოთ. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და არ დაგავითხოვეთ კომენტარის დაწერა ამ ვიდეოს ქვეშ. გაგრძელება? გაგრძელება იქნება, გაგრძელება იქნება, გაგრძელება იქნება, გაგრძელება იქნება, გაგრძელება იქნება. გააკეთა დიმატორ ზოგმა.
Dimitrabi, Dimator Zoki, madloba. მაშასე კიევი და რეგიონი. ამაღამ 6 ივლისის ღამეს კვლავ მასიური სარაკეტო და დრონების შეტევა განახორციელეს რუსებმა. ხელისუფლების ინფორმაციით კიევში სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და ახლობით 60 დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია. კიევის რეგიონში 3 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 16 დაშავდა. და ხაზგასმით ვამბობ, ეს ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი მონაცემებია, რადგან სამძებრო სამაშველო ოპერაციები ჯერ კიდევ გრძელდება. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ 27 დაშავებული, მათ შორის ბავშვებიც, ამჟამად საავადმყოფოებში იმყოფებიან. ხელისუფლების თქმით, მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს, რადგან სამძებრო სამაშველო სამუშაოები გრძელდება. უკრაინა ამჟამად ითრევს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მასიური სარაკეტო დარტყმების გამო, რომლებიც რუსეთმა სწორედ მშვიდობიან ქალაქებზე განახორციელა. შემდეგ მოვიყვან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას ციტატას. ყოველი რუსული რაკეტა, რომელიც უკრაინის მიმართულებით არის გაშვებული, ატარებს გზავნილს, რომელიც ბევრად სცდება ჩვენს საზღვრებს. მისი მიზანია დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ძალადობამ შეიძლება კანონი ჩაანაცვლოს. შიში უფრო ძლიერია სოლიდარობაზე, ხოლო სისასტიკე დაუსჯელი რჩება. დაონება ან სუსტი რეაქცია ვერ შეაჩერებს ტერორს. ამას მხოლოდ გადამწყვეტი და დროული ქმედებები შეუძლია. ამავე დროს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ემზადება თავად ნატოსთვის. ანკარაში, რომელიც გაიმართება 7 და 8 ივლისს, სადაც ის შეხვდება ამერიკის პრეზიდენტს და ყველა ნატოს ლიდერს, განაცხადა, რომ რუსეთი განაგზობს დაუსჯელად ანადგურებს სწორედ სამოქალაქო სახლებს, სანამ მთელი მსოფლიო უბრალოდ ამას უყურებს. ამიტომ უკრაინა ნატოს სამიტისგან ძლიერი გადაწყვეტილებების მოლოდინშია, რომლებიც დაეხმარება ამ ტერორის შეჩერებაში. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელი დამცველები უმაღლეს ეფექტურობას აჩვენებენ დრონებთან და ფთოსან რაკეტებთან ბრძოლაში. თუმცა რუსული ბალისტიკა რთული სამიზნეა, გადამჯერი რაკეტების ნაკლებობის გამო. შემდეგ ზელენსკის ციტატა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ, პირველ რიგში ამერიკამ და ჩვენსმა ევროპელმა პარტნიორებმა ნატოს ანკარის სამიტიდან გამოვიდნენ ძლიერი გადაწყვეტილებებით ჩვენი ცის დაცვის მხარდასაჭერად, რაც ნიშნავს ჩვეულებრივი ადამიანების სიცოცხლის დაცვასაც. სანამ პატრიოტის რაკეტები მოკავშირეების საწყობებში რჩება, ეს მხოლოდ ახალისებს რუსეთს გააგრძელოს საცხოვრებელი სახლების განადგურება. აშშ-ს და ევროპას საკმარისი ძალა აქვთ, რომ ეს ტერორი შეაჩერო. და სამწუხაროდ ამ ღამით აბსოლუტურად ყველა ბალისტიკური რაკეტა და ცირკომის რაკეტები უკრაინის საჰაერო თავდაცვას გაეპარნენ. უკრაინის შეიარარებული ძალების საჰაერო ძალების რადიოტექნიკურმა ჯარებმა 419 დააფიქსირეს. საჰაერო თავდასხმის საშუალება, მათ შორის 68 სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 351 დარტყმითი დრონი. ტყის სარაკეტო შეიარაღება შემდეგი ტიპებისგან შედგებოდა: 6 ანტიგემის რაკეტა, ცირკონი ან ონიქსი, რომლებიც გაშვებული იყო რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან, 23 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერ M ან S-400 გაშვებული იყო ბრიანსკის, ორლოვის და კურსკის ოლქებიდან. 33 ფთოსანი რაკეტა 101 გაშვებული ვოლოგოდის ოლქიდან, 6 ფთოსანი რაკეტა კალიბრი გაშვებული ნოვოროსიისკიდან. ამიტომ ნოვოროსიისკზე კიდევ უფრო ძლიერად უნდა დავარტყათ. ყველა გაშვებული რაკეტიდან საერო თავდაცვის ძალებმა შეძლეს ჩამოეგდოთ 31 ფთოსანი რაკეტა, 101 და 6 რაკეტა კალიბრი. სამწუხაროდ აბსოლუტურად ყველა ბალისტიკური რაკეტა და ცირკონის რაკეტები გაიჭრნენ. ეს მიუთითებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების კრიტიკულ დეფიციტზე. ეს საკითხი ნამდვილად უნდა დაისვას ნატოს სამიტზე. თანაც თავად ზელენსკიმ აღიარა, რომ ვერც ერთი ბალისტიკური ანტიგემის რაკეტა ვერ ჩამოაგდეს. ეს სწორედ პატრიოტის სისტემებისთვის დამჭერი რაკეტების კრიტიკული დეფიციტის გამო ხდება. ამასვე დაადასტურა უკრაინის შეიარარებული ძალების სააერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა იური იგნატმა. შემდეგ მოხვდება მისი ციტატა. ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად საჭიროა, რომ გქონდეს რითაც ჩამოვაგდებთ. სისტემები საკმარისად გვაქვს, საჭიროა რაკეტების მუდმივი მიწოდება. ჩვენ გვაქვს სერიოზული დეფიციტი გადამჭრელი რაკეტების. ამ გამოშვების ჩაწევის მომენტისთვის კიევში უკვე 14 დაღუპულია და 60 დაჭრილი, მათ შორის სამწუხაროდ ბავშვებიც არიან.
ამ დროისთვის მაშველები მუშაობენ 20-ზე მეტ ადგილზე. ყველაზე რთული მდგომარეობა შეიქმნა უკრაინის დედაქალაქის კიევის, დარნიცკისა და პოდოლის რაიონებში, სადაც რუსულმა ჯარებმა სწორედ საცხოვრებელ მრავალსართულიან შენობებში მოარტყეს. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, პოდოლის რაიონში დაზიანებულია 9-სართულიანი სახლი. იქ განადგურებულია ბინები მე-9-დან მე-5 სართულამდე. ასევე დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობა და ავტოფარეხების კოოპერატივი. იქ ავტომობილები დაიწვა. დარნიცკის რაიონში ნამსხვრევებმა დააზიანა 20 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, სხვა მრავალსართულიან სახლში ბინებში ხანძარი გაჩნდა. დაახლოებით 150 კვადრატული მეტრის ფართობზე. ასევე დაიწვა ავტოფარეხების კოოპერატივი. კიდევ ერთ 30 სართულიან სახლში ნამსხვრევების დაცემის გამო გაჩნდა ხანძარი. დედაქალაქის გოლოსეევსკის რაიონში დაიწვა არასაცხოვრებელი შენობა, ხოლო ობოლონსკის რაიონში სასათხოვე შენობა და არასაცხოვრებელი ტერიტორია. სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, სამძებრო სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან ნანგრევებში შეიძლება ადამიანები დარჩნენ. მაგრამ დედაქალაქის გარდა რუსეთის თავდასხმის შედეგები დაფიქსირდა კიევის ოლქშიც. კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნიკოლაი კალაშნიკის თქმით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 26 დაშავდა. ეს არის გამოშვების ჩაწერის დროისთვის. დაშავებულებს შორის 2 ბავშვია. ესენი არიან 9 თვის ჩვილი და 12 წლის ბავშვი. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო მდვანელმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ვიშნეოდან, სადაც ამ ღამით მოხდა, უკვე ევაკუირებულია 6600-ზე მეტი ადამიანი განმეორებითი დეტონაციის საფრთხის გამო. ამჟამად ქალაქში განმეორებითი დეტონაცია გრძელდება. ასევე სარდაფებში გრძელდება ადგილების ძიება, სადაც თავდასხმის დროს შეიძლება იმალებოდნენ ადამიანები. ზუსტდება ინფორმაცია, თუ რომელი მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია კიდევ საჭირო. და შემდეგ იგორ კლიმენკოს ციტატა. შედეგები საშინელია, თითქმის 5 ქუჩა სრულად განადგურებულია. თუ მოცულობით შევაფასებთ, ეს ათეულობით სახლიდან 100-მდე სახლს მოიცავს. ბევრი ხანძარია, კომუნალური სამსახურები მუშაობენ. ადგილზე დიდი მოცულობის სამუშაოა ორგანიზებული. ასევე უკვე შექმნილია ურღვეობის პუნქტები, მდგრადობის პუნქტები, შედეგების სალიკვიდაციო დროებითი შტაბები, სადაც განთავსებულია ოპერატიული კაროები, არის კიდევ ურღვეობის ავტობუსები, სადაც შეგიძლიათ დაწეროთ განცხადება, აცნობოთ ან მიმართოთ კითხვით, ან შემაწუხებელი პრობლემით, რათა მიიღოთ ხარისხიანი კვალიფიციური კონსულტაცია. ადგილზე სხვათა შორის უკვე მუშაობენ ფსიქოლოგები, სოციალური სამსახურები, მაშველები, მედიკოსები, პოლიცია, ზოგადად ყველა სამსახური, რომელიც შეიძლება დაეხმაროს მშვიდობიან მოსახლეობას. ამიტომ თუ ვინმე სწორედ იქიდან უყურებს ჩემს გამოშვებას, იცოდეთ, რომ შეგიძლიათ მიმართოთ ამ ავტობუსებს. საერთოდ შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ პოლიციელს, რომელსაც დაინახათ. ის უკვე დაგეხმარებათ, გიკარნახებთ, სად და როგორ მიმართოთ, სად რა განცხადება დაწეროთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საერთოდ დახმარება აუცილებლად გაეწევა ყველას. ქალაქში ჰაერის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარეს და ფაქტობრივად 5-ჯერ აღემატება ნორმებს. მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის ზონაში მოუწოდეს დახურონ ფანჯრები და დაიცვან სპეციალისტების მიერ რეკომენდებული წესები. თუ ამას არ გააკეთებენ, არსებობს მოწავლის რისკი იმ საშიში ელემენტებით, რომლებიც ახლა ჰაერშია. გაგრძელება იქნება. გაგრძელება იქნება. გაგრძელება იქნება, კარგი, გაგრძელება იქნება. გაგრძელება იქნება.
კარგი. ამასობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა გააფრთხილეს, რომ რუსეთმა შესაძლოა უახლოეს მომავალში უკრაინაზე რაკეტული დარტყმა კვლავ განახორციელოს. გახსენებთ, რომ წინა მასიური შეტევა 2 ივლისს მოხდა, ხოლო ახალი უკვე 6-ში. შორის არსებული ინტერვალი მხოლოდ 4 დღე იყო, თუმცა ის შეიძლება როგორც ნაკლები, ასევე მეტი იყოს. აი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა ახსნა, რატომ განსხვავდება დარტყმებს შორის ინტერვალები. ეს არის რაკეტების წარმოება. ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია. საშუალოდ ასეთი თავდასხმები დაახლოებით ყოველ 10 დღეში ერთხელ მეორდება, მაგრამ იგნატმა დაამატა, რომ მტერს შეუძლია დარტყმების პერიოდულობა შეცვალოს. მან აღნიშნა, რომ ახლა რუსებს შეუძლია დარტყმები მიაყენონ უკვე მეორე დღესაც კი, წინასწარი თავდასხმის შემდეგ. გახსენებთ, რომ 2 ივლისის თავდასხმამდე უკვე იყო ინფორმაცია, რომ რუსებმა ერთდროულად დააგროვეს საკმარისი სარაკეტო პოტენციალი 2-3 თავდასხმისთვის ზედიზედ. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მართლაც უახლოეს მომავალში მესამე თავდასხმაც მოხდეს, რომელიც სამწუხაროდ ახალ განადგურებებს მოიტანს. და აი თავად რუსეთშიც უკვე ახსნეს, თუ რას, უпростоრად, რომელ ობიექტებს დაარტყეს ამჯერად. რა სუპერმნიშვნელოვანი ობიექტები, საცხოვრებელი სახლების სახით დაუბომბეს დღეს. და ასე, ეგრეთ წოდებულ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ღამის დარტყმა უკრაინაზე. იქ განაცხადეს, რომ რუსმა ჯარებმა თითქოს და დააზიანეს. შემდეგ ციტირებ: სამხედრო მრეწველობის საწარმოები, საწვავისა და ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტები კიევში და კიევის ოლქში, ასევე სამხედრო აეროდრომების ინფრასტრუქტურა დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ჩერკასის, ჩერნიგოვის და კიევის ოლქებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ასევე ამტკიცებენ, რომ დარტყმა მიიტანეს, ციტატა, უკრაინის თავდასხმებზე რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე პასუხად. აქ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ. რუსეთი, როგორც აგრესორი და ამ ომის მთავარი ინიციატორი, თეორიულადაც კი ვერასდროს ვერ მიაყენებს სწორედ საპასუხო დარტყმებს. რადგან მისი ყველა ქმედება არის თავდაპირველი აგრესიის აქტი, რომელმაც გამოიწვია რუსეთის ტერიტორიაზე ყველა შემდგომი დარტყმა. მიზეზ შედეგობრივი კავშირები გვეუბნება, რომ რუსეთმა პირველმა დაიწყო ომი. რუსეთმა პირველმა. უკანონოდ, არაპროვოცირებულად შეუტია უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს. რუსეთმა პირველმა არაპროვოცირებულად დაიკავა ყირიმი და გააჩაღა სისხლისღვრა უკრაინის დონბასში. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რუსეთში მიფრინავს, ეს არის საპასუხო დარტყმები. ეს არის თვითდაცვის უფლება, გაეროს წესდების 51 მუხლის მიხედვით. ყველაფერი, რასაც რუსეთი აკეთებს, აგრესიის აქტებია. ეს არ არის საპასუხო დარტყმები. აგრესორი ვერ იქნება ის, ვინც პასუხობს, ან როგორც ისინი ამტკიცებენ, თავს იცავს. ეხლა ისინი ცდილობენ მთლიანად შეცვალონ საერთაშორისო სამართლის რიტორიკა. და ცდილობენ დაარწმუნონ თითქოს მათ გამოიყენეს სწორედ ის 51 მუხლი გაეროს წესდებიდან თვითდაცვაზე. და ისინი უბრალოდ იცავენ თავს და აყენებენ საპასუხო დარტყმებს, რათა რუსეთის ტერიტორიაზე არაფერი მოფრინავდეს. რუსებო, ვინც აგრძელებთ ჩემი გამოშვებების ხურებას, სწორედ ახლა სპეციალურად თქვენთვის ამას ვამბობ. რუსეთმა პირველმა შეუტია უკრაინას. და როგორც კი რუსეთი შეთქვեց ნებისმიერ თავდასხმას უკრაინაზე, როგორც კი რუსეთი გაიყვანს ყველა თავის დაუბანელ, გაველურებულ რუს ჯარისკაცს უკრაინის ტერიტორიიდან, ყველაფერი დასრულდება. თქვენ აღარ დაგჭირდებათ არაფერზე პასუხის გაცემა. რუსეთის ინფრასტრუქტურაზე არანაირი დარტყმა არ იქნება იმავე წამს. როგორც კი ბოლო რუსი ჯარისკაცი დატოვებს უკრაინის ტერიტორიას, მორჩა. ომი ასე მთავრდება, კრისიერად. ამიტომ პრინციპში მე მესმის, რომ დიახ. ველურებს ისე უნდა ჩააგონონ ეს სისულელე. თითქოს ისინი საპასუხო დარტყმებს აყენებენ. და სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ, რუსი ხალხი მართლაც ფარაა, რომელიც ამ ყველაფერს ისევ უჯერებს. აი ესე. ჯერ კიდევ სჯერათ, თითქოს ისინი იცავენ თავს, თითქოს ისინი საპასუხო დარტყმებს აყენებენ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი ეს. და აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა ეს განცხადება, რომ მათ მართლაც მიაყენეს საპასუხო დარტყმა. და აქ კიდევ ერთ ციტატას მოგიყვანთ. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 6 ივლისის ღამეს კიევმა რუსეთის ტერიტორიაზე განახორციელა შეტევა
625 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 613 ჩამოაგდეს ან ჩაახშეს. შესაბამისად, როგორც ისინი წერენ, ციტატას ვაგრძელებ, თავდაცვის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ თავდაცვის მიზანი იყო ზელენსკის სურვილი ნატოს სამიტის წინ დასავლელი სპონსორებისთვის ეჩვენებინა მზადყოფნა მათი ფულით უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმისთვის. კიევის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო საწვავისა და ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებისა და ლოგისტიკის დაზიანების მცდელობებზე. უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის ლენინგრადის, იაროსლავის, კალუგის ოლქებში და ყირიმში. რუსმა სამხედროებმა ჩაშალეს მასშტაბური თავდასხმა, რომელიც ნატოს სამიტისთვის იყო დაგეგმილი. ჩამოაგდეს და გაანეიტრალეს უკაანეიტრალაინული უპილოტო აპარატების უმრავლესობა და ასე შემდეგ. მოკლედ, ისინი ახლა ცდილობენ განაცხადონ თავდაცვის სამინისტროში თითქოს თავდასხმის მიზანი იყო ნატოს სამიტზე დასავლეთისთვის უკრაინული უპილოტოების რაოდენობის დემონსტრირება და ასე შემდეგ. საერთოდ ისინი ახლა ცდილობენ მზადყოფნას. Как бы это нам надо перед саммитом НАТО что-то показать. ახლა კი მიაქციეთ ყურადღება რას აკეთებს თავად რუსეთი. პირველ რიგში ვლადიმერ პუტინმა მანამდე სანამ მას შესანიშნავად იცოდა, რომ 4 ივლისს აუცილებლად შედგებოდა სატელეფონო საუბარი ტრამპთან, რადგან ტრამპი თითქოს იღებდა ზარებს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის თავის მისალოცად და მანამდე ის გამოვიდა და გამოაცხადა, რომ თითქოს მათ კონსტანტინოვკა აიღეს. და აი 4 ივლისს ტრამპთან საუბრის შემდეგ რას ამბობს და რა განცხადებას აკეთებს მისი თანაშემწე უშაკოვი. ის ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს გაუსვა ხაზი ადგილზე არსებულ რეალობას. აღნიშნა, რომ თითქოს რუსული არმია იმარჯვებს, აღნიშნა, რომ რუსეთმა აიღო კონსტანტინოვკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ანუ მას სჭირდება შექმნას გამარჯვების სურათი, გამარჯვების ეიფორია, რომ თითქოს ჩვენ ვიმარჯვებთ. და აჩვენოს ტრამპს, რომ თითქოს ნახე, აზრი არ აქვს უკრაინის დახმარებას, აზრი არ აქვს ზელენსკის მხარდაჭერას. რატო? იმიტომ რომ აზრი არ აქვს, რადგან ისინი მარცხ ხდებიან. ნახე, ჩვენ ახალი ტერიტორიები დავიფყარით. ჩვენ მასიურად უტევთ და ვანადგურებთ კიევს, ვანგრევთ საცხოვრებელ სახლებს. აი ამიტომ ჯობია ზეწოლა თავად ზელენსკიზე მოახდინო. ხო და ეგა. და აშკარაა, რომ ნატოს სამიტის წინ მათ სპეციალურად გაუშვეს 2 შეტევის ტალღა 4 დღიანი ინტერვალით, რათა ეჩვენებინათ, რომ შეგვიძლია ხშირად დავარტყათ. ამიტომ უკეთესია თქვენ იქ ზელენსკი როგორმე შეაჩერეთ, რომ მან შეწყვიტოს თავდაცვა. და მაშინ ომი დასრულდება. ეს არის მცდელობა ზეწოლის მოხდენისა არა უკრაინაზე, არამედ ტრამპზე და ევროპელ ლიდერებზე. და პირდაპირ ახლა უნდა გავიგოთ, რომ უკრაინამ, როგორც ამბობენ, თავისი საქმე უნდა აკეთოს. იტყობინებია, რომ ამ ვიდეოს ჩაწერის მომენტში კიევის დროით ეს არის 14:30 და იუწყებიან, რომ სწორედ ეხლა კიდევ ერთი დარტყმა განხორციელდა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ის ჩვენი საზღვიდან 2000 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს და დიდი ალბათობით ეს იქნება რეკორდი საერთოდ მანძილის მხრივ. და აი რუსული მედია წერს, რომ ამ მომენტიდან შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ უკრაინამ დაარტყა აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვან ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთში. ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო ბოლო 11-დან, რომელიც ჯერ არ იყო დაზიანებული. ახლა კი ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც დაარტყეს. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ეს წინა გამოშვებებში განვიხილეთ, რომ მხოლოდ ერთი ობიექტი რჩებოდა, რომელსაც უნდა დასცემოდა დარტყმა. და ამით ეს ისტორია დასრულდება. იგულისხმება, რომ დასრულდება ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანების თვალსაზრისით. და თუ იქამდეც მივახციეთ, საჭიროა სისტემატურად გავაგრძელოთ დარტყმები ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, რუსეთის ყველა დარტყმა აგრესიის აქტია. სამწუხაროდ ვხედავ, რომ ზოგიერთმა უკრაინელმაც კი დაიწყო ფიქრი, თითქოს ეს მათი საფასუხო დარტყმებია. არანაირი საფასუხო დარტყმები არ არსებობს. მათ დაიწყეს ეს ომი, ეხლა კი თავად იღებენ პასუხს. პუტინი მშვენივრად ხვდება, რომ მას ეკონომიკა ეწובה, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის. რუსეთში ადრე თუ გვიან კითხვებს დასვამენ. ამიტომ მას სჭირდება გამარჯვების ისტერიის სურათის შექმნა. იმის ნაცვლად, რომ რუსები ახლა განიხილავდნენ მაგალითად იმ ფაქტს, რომ ყველა ძირითადი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანებულია, ისინი განიხილავენ კიევზე დარტყმებს, ვიშნევოეზე დარტყმებს. იმაზე, რომ თითქოს დაარტყეს ნეპტუნების წარმოების რომელიღაც საწარმოს, როგორც ისინი ამბობენ. რომ იქ ვითომ ევაკუაცია და ასე შემდეგ. აი მათ ეს რომ განეხილათ და არა ის, რაც თვითვით იმ დაუბანელ რუსეთში ხდება. სხვათა შორის გამოთქმა დაუბანელი რუსეთი მე არ მეკუთვნის. ვიცი რომ რუსები რატომღაც ამაზე ძალიან ცხენენ, მაგრამ საერთოდ ფრაზა დაუბანელი რუსეთი თქვენს თანამემამულეს ეკუთვნის. აი რომელიც როგორც ჩანს ამ ჭუჭქში ცხოვრობდა. თვითონაც მშვენივრად ესმოდა რაზე ლაპარაკობდა. აქ წერტილებს სვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ მოწოლება თუ გსურთ ამ YouTube არხის მხარდაჭერა.
ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატის საშუალებით, მულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.